სოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმიმწოდებელ ქვეყანა ირანში მიმდინარე მძიმე მოვლენების მიუხედავად მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები 2026 წელს ნავთობის ფასის კლებას ელიან. ისინი ამბობენ, რომ მიზეზი ჭარბი მიწოდებაა და არ გამორიცხავენ, რომ მიწოდების ამჯადში გრძელვადიან პერსპექტივაში ვენესუელური ნავთობიც გამოჩნდეს. რაღირს დღეს ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი და ჰქონდა თუ არა გავლენა საწავის ქართულ ბაზარზე ირანსა და ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს მარი მელიქიშვილი გვერდება ამ აქტუალური თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. ქაოსური სტარტი მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე, ასე აფასებენ ანალიტიკოსები 2026 წლის პირველ ორ კვირას, რა დროსაც მსოფლიოს მსხვილ სანავთობო ქვეყნებში კონფლიქტების ესკალაცია მოხდა, როგორც იცით, ყველაფერი ვენესუელაში დაიწყო შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციამ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებამ ნავთობის ბაზარზე მხოლოდ მოკლევადიანი და სუსტი რეაქცია გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის უდიდეს მარაგებს ფლობს, ნედლი ნავთობის ფასები კარაკაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა. შემდგომ დღეებში უკვე სიტუაცია ირანში დაიძაბა, დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები, მომიტინგეებსა და საპოლიციო ძალებს შორის შეტაკებები, დაიღუპა უამრავი ადამიანი და აღნიშნულ ქვეყანაში მძიმე კრიზისი კვლავ გრძელდება. ცხადია, ნავთობის ფასზე ზეწოლა ამ ფაქტმაც მოახდინა და ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება გაიზარდა, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ზრდა არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც მსგავს კრიზისებს როგორც წესი ახასიათებს ხოლმე. მეტიც დღეისათვის ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი დაახლოებით $64 ივაჭრება და როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ეს არ არის მაღალი მატება, მათივე შეფასებით მთავარი ფაქტორი, რის გამოც გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ნავთობის ფასი უფრო მეტად არ გააძვირა, გაზრდილი მიწოდებაა. ნავთობის მიმწოდებელ მთავარ ქვეყნებში წარმოება გაზრდილია და მეტიც გრძელვადიან პერსპექტივაში დარგის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უკვე ნავთობის მარაგების ათვისება ვენესუელაშიც დაიწყოს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების მოლოდინით 2026 წლის ბოლოსთვის ნავთობის ღირებულება შემცირდება. მოლოდინებს რაც შეეხება არის რომ საერთაშორისო ბანკები მაინც არ მიუხედავად ამ მერყეობისა მაინც არ ელოდებიან რომ ძალიან გაძვირდება წლის ბოლომდე. მაგალითისთვის საერთაშორისო ბანკი Goldman Sachs-ი ელოდება რომ $42 იქნება წლის ბოლოსთვის ფასი, ხოლო ასევე საერთაშორისო წამყვანი გლობალური ბანკი JP Morgan-ი ელოდება რომ $48 შეადგენს წლის ბოლოს ნავთობის ფასი. განსაკუთრებულად დიდი გავლენა ამ მოვლენებს არ აქვს ფუნდამენტურად, რადგან მიწოდება გლობალურ ბაზრებზე მაინც დიდი არის, იმაზე ჭარბი მიწოდება არის, ვიდრე გლობალური მოთხოვნა არის და ეს ერთგვარად აბალანსებს ამ მერყეობას. ეს გაძვირება კიდე ძირითადად სენტიმენტიდან გამომდინარეობს, ხოლო რაც შეეხება ვენესუელას თემას, მოკლევადაში გავლენა შედარებით ლიმიტირებულია, ხოლო გრძელვადაში პირიქით ხო, რადგან რეზერვები აქვს და თუ მაგალითად რაღაცა ხილეთ სიტუაცია, სადაც სანქციები მოიხსნა, ეს ვენესუელას ნავთობი გლობალურ ბაზრებზე უფრო თავისუფლად მოხდა. ამ შემთხვევაში ბუნებრივია მიწოდება კიდევ უფრო დიდი იქნება და ფასზე გრძელვადაში ნეგატიურად იმოქმედებს, ანუ ფასის შემცირებისკენ იმოქმედებს. როგორც იცით, ირანი და ვენესუელა საქართველოსთვის ნავთობის მომწოდებელი ქვეყნები არ არიან, შესაბამისად, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს საწვავის ქართულ ბაზარზე ასახვა ჯერ არ ქონია. საქართველოს საწვავს უმეტესად ევროპული სახელმწიფოებისგან იღებს, შესაბამისად, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ბოლო თვეებია ქვეყანაში არც ბენზინის და არც დიზელის საწვავი არ გაძვირებულა, რაც შეეხება ნავთობპროდუქტების იმპორტის უახლეს მონაცემებს 2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჯამურად 1.450.000 ტონაზე მეტი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს თითქმის 11%-ით აღემატება. სოფლიო ესე ვთქვათ პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, სოფლიოში ძალიან ბევრი აშლილობებია, პოლიტიკური აშლილობები, რამაც არ შეიძლება რომ არ იმოქმედოს სოფლიო ესე ვთქვათ ნავთობის ფასებზე, სოფლიოს ესე ვთქვათ ნავთობპროდუქტებზე და ასე შემდეგ. მხოლოდ მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ არც ვენესუელიდან, არც ირანიდან ჩვენთან ქვეყანაში შიგა სანავთობო ბაზარზე პროდუქცია არ შემოდის. ანუ ჩვენ არ ვიკვებებით აღნიშნული ქვეყნებით. კი მართალია, მოვლენებს წინ რა თქმა უნდა ვერ გავასწრებთ, მაგრამ როცა იქნება ეს დაეთყობა და როცა იქნება ეს თავისი სიტყვა სიტყვის, მაგრამ მანამდე ჩვენ სტაბილური ბაზარი გვაქვს, ესე ვთქვათ ფასებზეც, მოწოდებებზეც,
დოლარისა და ლარის ურთიერთობებზე ამას სტაბილურობა ქვია მერწმუნეთ და არანაირი გავლენები ჯერ ამ ჩვენ შიგა ქართულ ბაზარზე არ ქონია. გეტყვით იმასაც, რომ გასული წლის მონაცემებით საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით საწვავი რუსეთიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შემოვიდა. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.